საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ გადაცემას პორტრეტი ჩარჩოს გარეშე, რომელიც ყოველ შაბათს 22 საათზე მეგა ტივის ეთერში იპყრობს თქვენს მეტად მნიშვნელოვან ყურადღებას. მე თეა ჩეჩელაშვილი გახლავართ, ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა და მე მგონი ნაწილობრივ ახერხებს კიდეც ცნობილი ადამიანების ცნობილ მხარეებს რამპა მიაშუქოს. დღევანდელი გადაცემაც არ იქნება გამონაკლისი და ვინ იქნება ცოტა უფრო მოგვიანებით გეტყვით. უბრალოდ ჩვენი საახალწლო განწყობა აშკარად ეხა სუფევს, იქ სადაც ვიმყოფებით, ჩვენი გადაღებები უკვე კარგი ხანია VIP კომპლექსი ბაგრატი 1003-ის პლაზაში მიმდინარეობს. და შეეხება ჩემს ჩაცმულობას, მასზე მოდის სახლი მანანა გოგლიჩიძე ზრუნავს, ხოლო გარეგნობაზე სალონის სეიშენი. ეხლა კი პირდაპირ საქმეზე, რომელსაც მთელი 1 საათი დასჭირდება და პორტრეტი, რომელსაც აუცილებლად დახატებს ცნობილი და საყვარელი გოგონა, მომღერალი ინდირა ჯგენჟაია გახლავთ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. საღამო მშვიდობისა, მოგესალმები ჩემო ძვირფასო. როგორ გრძნობთ თავს? არაჩვეულებრივი განწყობა შემიქმენი პირადად შენთვის და ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ეს რაც შეეხებოდა შესავალ ნაწილს, ეხა უფრო მეტად გავღვივდებით და გავცეცხლდებით. რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რასაკვირველია და ინდირა, ეს ყველაფერი არის შენს პორტრეტზე ეხა მიმაგრებული, ანუ ის რაც უნდა შენ დახატო, გეკვირდის მხოლოდ შენ და არავის სხვას. ბავშვობის ასოციაცია კი შეგიქვენინა. არა, წინა საახალწლო ყოველთვის ნებისმიერ ადამიანს მე მგონი ასაკობრივი ზღვარი არ ჭირდება ამას, ყველას ერთნაირად გვიცემს ნაძვის ხეზე გული. კი ბატონო, და ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს ჩვენ ეხა ბაგრატი პლაზა. ჩვენ გველოდება გარდა ამისა, რომ კარგი განწყობა შენგან წამოსული, პრინციპში კარგსაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი ფერები, რომელიც გაქვს ან არა გაქვს, მოკლედ დაგვანახე ხა შენი ფერები. ან დაამსხვრი, ან გაამყარე სტერეოტიპები, რომელზეც არის საუბარი, როცა ინდირა ჯგენჟაიაზე საუბრობენ. ზადა ხარ, ხო? პირველ გამოვისუნთქოთ, მოთევა ჩავიტაროთ და წავიწყოთ. გახსოვე მედიტაციური? არა. სოლიდურად არაფერი? არაფერი, ხო? თავარია ვიყო მშვიდად, შინაგან. მე ვფიქრობ ამ წუთებისათვის შენი სიმშვიდე არა გაქცეული შორს. მე მგონი ისი ახლოსაა, რომ აღარც კიდე ამდენი სიმშვიდე და დაფორია კი. ესე იგი სტანდარტული ბლიცის ფონად ჩვენ ფსიქოინტელექტუალურ შეკითხვებს ახლა არ გიდასტურებ, ოღონდ ვიყავ მხიარული რა. ინდირა, ბატვინი გავავარჯიშოთ ახლა. ესე მტვის როგორ ავარჯიშობ ხოლმე? ჩემი ტვინი ნაკლებად ვარჯიშობს უკვე. აქედან გამომდინარე. უკვე ვერ გავიგე. იქედან გამომდინარე, რომ ღამის ცხოვრები ვცხოვრობ, ტვინს ავარჯიშოთ აღარ ძალია, ასე ვთქვათ და. გონია რომ ღამე არ მიდის კარგი. ნუ ღამე ახლა ავარჯიშებ შეძლებს და გვარად. ხმას ხო ავარჯიშებ? ხმას რა თქმა უნდა. ხმას ტვინის ნაწილია. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს არაჩვეულებრივი, რომელიც წინა გადაცემაში ისე მომეწონა, ახლა უკვე თქვენ გითხოვთ. იგი მიზეზების გამო და თქვენ ფიქრობთ რას მიირთმევთ ახლა, რა ქვია მას? ჩემი აზრით ეს არის კოქტეილი, რაღაც შენაზავებით. ვფიქრობ, რომ არის შიგნით მარტინი, რაც ყველისთვის არის ძალიან კარგი. დღეს ესე გვიმღერებ, აუცილებლად ვიმღერებ. და რა ვიცი, სასიამოვნო არომატია ვერ გეტყვი, არ ვიცი რა არის. ესე იგი, მოკლედ, ლაუნჯი, ლაურენი არ გვიმხელს ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენთან გვემოდით. ხო, რა თქმა უნდა, საიდუმლო აქვს. საიდუმლო აქვს ყველა საფი. შენ გაქვს საფირმო საიდუმლო რამე? ნუ ბევრია ეგეთი, მაგრამ ნუ დავკონკრეტებით. ახლა როგორი ეს არ გვაქვს მომენტი გვაქვს, იცი? როგორ გრძნობ, რამდენად გულწრფელი იქნები, როცა დაიწყებ საკუთარ. იცი რა, მე როდესაც ვინმესთან გადაცემაში მივდივარ, ან მივდივარ, ისეთი როგორ ანუ რო ვიყო გულწრფელი, ან საერთოდ არ მივდივარ.
და მე მგონი მე მოვედი და ვარ გულწრფელი უკვე. მაგრამ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ინდირას აქვს ერთი მაგრამ, ტაბუ დადებული და კანონი. პირად ცხოვრებაზე კითხვები ასმა არ უყვარს. და მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო, იმიტომ რომ რაც უფრო შენი პირადი განხილვის თემაა, მით რაღაცა პრობლემები მოდის პირადში. მე ასე ვთვლი და ასე ვფიქრობ სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე და ვიზღობ თავს, მოდი ასე რომ ვთქვა. რა მაინტერესებს, იცი ამასობაში რა კითხვა გამიშდა? იზოთერაპიული სხვა არის რაღაცა ამ შემთხვევაში, როცა პირადზე ლაპარაკობ, აი მაგალითად მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც კატეგორიულად არ კითხულობენ ჰოროსკოპს, იმიტომ რომ ასე გონიათ, რომ ისინი დაპროგრამებული არიან პირდაპირ. ჰოროსკოპის თამამად გეტყვი, რომ ვარ მორიელი, სრული შემადგენლობით, აი რაც გააჩნია მორიელს. ხო? ყველაფერი მაქვს მე, ჩემო ტელემაყურებლებო. და როგორც ასეთი რომ ეხა მორიელის ცხოვრება ზოგადად ჰოროსკოპს რო გადახედო ისედაც რთულია. კულტით არ შხამს არ იმაშვრევ. შხამს ჩემზეც ვანთხებ და შეძლებს დაგვარად სხვაზეც. ეს გაქვს ესე წამოღებული მარაგი შხამის? არა, შენს გადაცემას ეს არ ჭირდება დამიჯერე და ჩემ პორტრეტს შხამის არ შემოუპარგლა. შენ არ ჭირდება უპირველეს ყოვლისა. კარგი, დავიწყოთ. ინდირა, როცა სარკეში ხედები, იქიდან ვის შემოგცქერის? პირველ რიგში ჩემი თვალები. შენი თვალები, რომელიც დილით სხვაფერია, შუადღეს სხვაფერია, საღამოს სხვაფერია, ეხა სხვაფერია და ჩემი სახის გამომეტყველების მიხედვით მიდის მთელი დღე. აი მე როგორი თვალით შევხედავ სარკეშივე ჩემს თავს. დავიწყოთ ესე იგი იქედან სხვაფერი ამდენი ფერია მაინც ერთმანეთს. ნუ არ ვიცი, ალბათ კამელეონის ვარიანტი მაქვს. ესე იგი ლაგუნას ფერი გაქვს ახლა უღიაცის ნუ გაუმხელ მაყურებელს რომ დღეს გავიღვიძე ძალიან გვიან. როდესაც ესე დიდი ხანი მიწევს დასვენება და ძილით ანუ სახლში ყოფნა, ანუ ძილს გულისხმობ, უფრო მაგ ღია ფერის თვალი, ანუ სადღაც ღია, ძალიან ღია. ხანდახან დილით რო ვიღვიძებ, მაგ ძალიან გადათეთრებული, ანუ როგორ თქვა, ძალიან ღია. ღიაცის ფერი რო გიძინია მაშინ? ანუ ხო მეცვლება თვალისფერი, მაგალითად გვიან ცოტა მოგვიანებით, აი მაგალითად შუაღამეს, უფრო ძალიან მკვეთრი ლურჯი მაქვს თვალისფერი. რა ვიცი, ჩემ თვალზე იყო ბევრი გამონათქვამი, იცი რა ლინზები აქვს და ესე ბევრთან მივდიოდი და ესე თვალში ვიყოფდი ის და იცი რა არა მაქვს ლინზა და მოდი ნახეთ. მე ახლა უკვე ვიცი შენი ნამდვილი თვალისფერი, თორე ისე რო ვიყო უცხო, გეფიცებ შეგეკითხებოდი. შენ ციგივეს გაგიკეთებდი დამიჯერე. გამიკეთე. აი არა მაქვს არანაირი ლინზა, თვალში ფრთხილი ამოვისვი. საოცარი ფერი, რომელიც ესე იგი ალბათ ეს გარკვეულ როლს თამაშობს დადებით და იდუმალს, მოდი ასე. იდუმალსაც, ცოტა ისეცაც, აი წარფს რო ავწევ და უკვე შყამი რომ და გადმოვანთხი, ეგ ცოტა საშიში თვალიც მაქვს. მე მგონი შენ თვითონ გავაცებ შენი თვალები. ხო რა ვიცი, მე მათ მაყოფილებს. ძალიან კარგი. ახლა მე მაინტერესებს ერთ ადამიანზე რა წარმოდგენა გაქვს, სახელად არის ასეთი ადამიანი, ცნობილი ადამიანი, ჰენრი ფორდი. რა ასოციაციას გიჩვენს? ვინ იყო ჰენრი ფორდი? ჰენრი ფორდი? ფორდი მანქანასთან მიასოცირდება, რომელიც არ მიყვარს აშინლად. რა ნუ არ მოგწონს ფორდები? ნუ ფორდი ეხა ცოტა ისეთი მანქანაა, რომელიც მორიელებს არ ახასიათებს. ეხა მორიელებს რო გვყვარს ჯიპი. რაღაცა ცოტა დიდი მანქანები, ცოტა ველური და ცოტა დიდ ძრავასთან შეთანხმებული. ხო, ასოცირებული. ჰამერები მაგალითად. არა, ჰამერიც არა, ნუ Range Rover-ი, Lexus-ი და ასე შემდეგ. Bentley-ც რაღაცა დიდი არის, Prado-ს ჯიპები და რაღაცა. ხო, ნუ Prado რაღაც მომენტში კიც და არაც. და მაინტერესებს ეს ასტროლოგიური ამბავია? ასტროლოგიური ამბავია ზოგადად მორიელებს უმეტესობას ჩვენ. და მით უმეტეს, როდესაც მორიელი არის დღის წელიწადში დაბადებული, განსაკუთრებული. მოგდის ახლა წელი. ხო, აბა, ჩემი წელი მოდის, ეს უკვე ისედაც ვიცით. და ისა ყოველთვის აქვს დიდი ძრავების მიმართ მიდრეკილება და უფრო განსაკუთრებით ჯიპების მიმართ. სიხარულეს უნდა იყოს მანქანის ძრავა თუ ადამიანის თავში რო ძრავა სახელად წვინი და ნუ ეხა ამ ხელაქალი რო ეხა პატარა მანქანაში ჩამსვა მაგალითად მინი კუპერში ცოტა უხერხულია ხო და ასე რომ მეც დიდ მანქანას ვირჩევ. არა მე რა მიგულისხმენცი თუ სახელად ძრავა ტვინი ასეთი ძრავიანი ძრავა ტვინი რა თქმა უნდა. კარგი ესე იგი ფორდი გავიგეთ ვინც არის და ეხა მაინტერესებს აი კადრი რომელიც მეხსიერებიდან არ ამოგდის თვალებიდან არ ამოგდის რომელიც ყოველთვის შენთან არის.
ესეთი? ბევრი ძალიან. ბევრია ასეთი? და თუ რამეს მიახლოებულად იტყვი, რა არის ეს? როგორ გითხრა ეხა, ბევრი კადრი მქონია ცხოვრებაში, რომელიც ჯერ პირველ რიგში თვალებიდან და გონებიდან არ ამომსვლია და წლები გასულა და არ დამიწყებია. ცოტა მტკივნეული კადრებია, იცით, და დავიდავანებოთ იმის გახსენება. მაგის გახსენება. არის ტკივილი ამ დროს. იცი რა, ჩემთვის იმ მომენტში იყო ტკივილი, თორე უკვე მე ხო ადამიანი ყველაფერს ეგუება. არის ეგეთი კადრები რა. კარგი. მოდი შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. და აბა თუ მიპასუხებს ახლა არის ასეთი დედაქალაქი დუბლინი, რომელი ქვეყნისა? რუანდია? მე არ გიდასტურებ და არც უარყოფ. ჩვენ ვაგრძელებთ. დუბლინი, მე მგონი ირლანდია. დატოვე პასუხი და ტელემაყურებლებო განსაზღვროს ახლა რა ხდება და ინგირა რატომ უნდა უყვარდეს თავის მსმენელს ადამიანებს უბრალოდ რომელიც იცნობს. ყოლა ისეთი ადამიანები რომლებიც როგორც მსმენელს ისე არ გიცნობს. ხო. არც მოусმენიათ კი შენი სიმღერა. და ბევრი რო იცი რამე ტელევიზორს არ უყურებ, რაღაცას რო იტყვან, აი საერთოდ არ ვაფასებ ეგეთ ადამიანს, რომ ძალიან ბჭყალებში თქვა, მოდი რომ სვეტკობას რო ეძახიან, რომ ტელევიზორის არ ყურება სვეტკობას არ ნიშნავს. ამბობენ ასეთებს, ხო, ინტერნეტშიდაც არ არა, სოციალურ ქსელში ეხლა რაც არ უნდა დამალონ, თურქულ სერიალებსაც კარგად უყურებენ, მინდა გითხრა. ზოგადად სერიალებსაც კარგად უყურებენ და სოციალური ქსელით ცოცხლობენ. რამდენი ჭიქა ყავა დალიეს, იმას წერენ სტატუსად, მაგრამ მე არ ვთვლი იმ ადამიანს ადამიანად, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ იცი რა მე ტელევიზორს არ უყურებ. ყველაფერს კარგად ვუყურებთ. უბრალოდ ეს ასია საჭირო გარკვეულ დროს, რომ თქვათ. ხო, ესე ტელევიზორის ყურება უკვე ხდება ისე ჭაგოიმ სტილია? ნუ ესე თვლია. კარგი, ტელევიზია ჯერჯერობით თავის აცესებს არ თმობს და მისი მეტასტაზები ჯერ კიდევ ღრმად არის წასებო. ასე რომ ტყუილად ამბობთ, მაგრამ ყველა ამას არ ამბობს, ყველაზე მაგი არ გვეთქმის. არის ასეთი ბავშვობაში, აი, კარსონი, ეპი, ვინ დაწერა, ვინ შექმნა, ხო არ გახსოვს? იყო ასეთი ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს რა ქვია, ზოგადად საერთოდ არა, მოიცადე. ძალიან შორს წახვედი ახლა და მინდა რომ მეც იქ დავბრუნდე. მოიცადე არა, ტომ სოიერი დაწერა მარკ ტვენმა. ეპი დაწერა ასტრიდი? ასტრიდ ვინგერი. ხო, რა ვიცი, არის ასეთი ისტორია? ბავშვასე უნდა. მე ვიცი რა ისტორია. კარგი, შენ რადგანაც იცი, შენი პორტრეტია და ვერსად ვერ გავექცევი. მაშინ დავანებოთ ახლა ასტრიდს თავი, დავანებოთ ბავშვობის ნოველებს და რომანებს თავი და შენ დაწერე ახლა უცებ შენი ცხოვრებისეული. აი ამ წუთში ახლა შეიძლება ეს იყოს 20 და 30 წლის მერე, მაგრამ ამ წუთში მე ვიცი რამდენი წლის ხდები, იმიტომ რომ მითხარ დღისელი წადი მოდის, უკვე გადავიანგარიშე, იმიტომ რომ ასტროლოგიაში კაი გოგო ვარ. ახლა ნუ გაინტერესებს. რას დაწერდი რომანს? რომანს? და სახელს რას დაახვევ? შენსას, მხოლოდ შენსას. მე დავწერდი ისეთ რომანს, რომ მქონდეს ამის შესაძლებლობა, ანუ ძალიან დიდი შრომა. ხო არ გინდა. არა, ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ ავწერდი ზოგადად მომღერალი ქალის ცხოვრებას. ქალი რომელიც მღერის. ქალი რომელიც მღერის და ზოგადად ხელოვანი ქალის ცხოვრებას დავწერდი და რატო? ზოგჯერ არ ესმით ადამიანებს თუ რა რთულია ხელოვანი იყო. აი შენ მღერი ხარ და რა გენაღლება, ბევრმა იცის თქმა. არ არის ესე, შიგნიდან მოდის, შინაგანად მოდის და რამდენადაც კარგად მღერი, იმდენად რთულია შენი შინაგანი მე. ხვდები რას ვამბობ? და მე დავწერდი მაგალითად ზუსტად ეგეთ რამეს, რომ აი მომღერალი ხელოვანი ქალი. მე მაინც გაგიმხატრულებდი და მოდი ინდირა ჯგერნაიას საავტორო ნამუშევარი დავწეროთ ასეთი სახელწოდებით ქალი რომელიც მღერის. ნუ ხო, ეგ რა თქმა უნდა დამუშავების თემა იქნება, მე როგორი სათაური ექნება. ხო, დამუშავების თემა იქნება. სხვათა შორის არის ცოტა წავი პლაგიატე ჟენში ბაიოთ ალა პუგაჩოვას ცხოვრებას მიეძღვნა. ხო და შენ ძალიან გაიქნება თუ 128-ს რამდენი ახლა თვალებში 128. 1-2-8. 1-2-8. გამოვაკელი 1-2-9. რას მივიღებთ? 1-2-9-ს 128-ს ვერ გამოვაკლებ. ვერ მივიღებ შედეგს. ნუ ცალ-ცალკე შეიძლება გამოვაკლოთ. და ერთად ვერა ხო?
კაი, მიღებულია ნუ მინუს თუ მიიღებ, თორე ისე აი, მინუსი ზოგადად არ მიყვარს და მაგითო არ პასუხი დარჩა უმინისოთ პლუსებში. მოდი შემდეგი შეკითხვა, აი, ინდირა, ერთი კვირით, სულ ერთი კვირით ვის გაუცვლედი შენს ადგილს? ინდირა იქნება ის, იქნები შენ. კი. აი, ისეთ ადამიანს გაუცვლედი ერთი კვირით ჩემს ადგილს. აი, რომელსაც ვერ წარმოვიდგენ, აი, რა გღლისო რომ ეკითხება ხოლმე, აი, რამ დაგღალა, რა გააკეთე. ერთი კვირა ვაცხოვრებდი ჩემი ცხოვრებით და ის თუ ამას გაუძლებდა? ნუ შენ თუ ამას გაუძლებ? შენ თუ ამ ჯამს დაყევ? აი, ეგ თუ არის ესეთი ადამიანი მოაზრებული გყავს? კი. ები თუ ადამიანი? ადამიანი? იმას გარდა ყველას გონია რომ მე დავიღალე, ანუ რასაც ვამბობ, ყველას, კაი, რამ დაგხალა? სულ მარტო იმას უჩნდება კითხვა, რომ რამ დაგხალა, რა იყო ესეთი რთული და რა შვებია, ეს მღერი და ხო. აბა იმას კითხე ხა. გაუცვალე და მე შედეგი დავდოთ. და მიჯერო ვერ გადარჩება. ვერაღო? ანუ მე რო დილის 6 საათზე თბილისში წავალ, ბიჭია. მე რო 6 საათზე თბილისში წავალ, იქ რეპეტიციაზე ვიმღერებ, მე იქიდან დავბრუნდები ქუთაისში, მე სახლშიც ვერ მივდივარ, პირდაპირ რესტორანში უნდა მივიდე, უნდა ვიმღერო და რესტორანი გვიან შუაღამეს მოვდივარ სახლში და აი მე როგორ დავიღალე თქო ეს რო ვიტყვი ხანდახან რომ აი თავის მოწესრიგების თავიც არ მაქვს, რომ ისეთ საწოლში დავწვე, დავიძინო და რამ დაგღალა, რო გეტყდება ადამიანი ხომ დამოკლა. ხომ უნდა გაუცვალო ადგილი? ხომ კი. ღირსია ნამდვილად იყო ზირი ინდირაში. კარგი. ინდირა, შენ ხო არ იცი რომელ ქვეყანაშია კერძოდ დაბადებული კრივი? გაქვს ასეთი? ეხა კრივი და ზოგადად ეხა მოქნილი და ელასტიური მე თვითონ ვარ, მაგრამ ესე რამე მაგდაგვარი ცხოვრებაში რაღაცა კრივის ილეთი აქტივებია? ბევრჯერ სამწუხაროდ და საკმაოდ წარმატებული ჩემთვის. ხო, ნუ ცხოვრებაში დია ყველაფერი ხდება, შენც უნდა ივარჯიშო. არა, ნაზი ხარ, ვფიქრობ, რომ ამას არა, მე ნაზი არა ვარ. არა? ისეთ ჩარჩოს ნუ შემიქნია ხა მე ვარის, რაც ვარ. ნაზი ნამდვილად არა ვარ, ბავშვობიდან ვიყავი ალქაჯი, სრული ამსტყვის მნიშვნელობით, ყოველთვის თამაშობდი ბიჭებთან, ფეხბურთი, ჯოკერი, ნარდი, ნუ რაც ბიჭური თამაში იყო და არა თოჯინებით რო თამაშობდნენ ბავშვები და იქ სახლებს რო აწყობდნენ და ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ნუ ესეთი გოგო მე არ ვიყავ. არ მიყვარდა თოჯინებით თამაშობდი კატებით, საწყალი ცინკლები, პატარა კნუტებს დავიჭერდი, ვაწმევდი, ვახურავდი, ვაძინებდი, არ დაიძინებდი და კლავდი ცემდი ისე დღეში ვატარებდი. ზოგადად არა, ეს უკვე ქალურია. ხო, ეს უკვე ქალურია, მაგრამ ზოგადად კრივი შეიძლება რომ იყოს ვის ჩაუკრივებდი. არავის, ეხა ნამდვილად ძალიან. ახლა ისეთი მშვიდი განწყობა გაქვს შინაგანი ნაკლებად, ხო? კრივი. კარგი, დავტოვოთ. მთავარია რომ კრივი გიყვარს. ნუ რაღაც ვარაუდი მაქვს, მაგრამ არასწორი რო აღმოჩნდა. არა უშავს, შენი პორტრეტია და აქ არავინ არ გაკრიტიკებს. უბრალოდ ხარ, მეც არ ვიცოდი, მაგრამ მე რა. მაშინ იყო საბერძნეთი. ეს იყო საბერძნეთი. მე მგონი, აი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი. კი ბატონო, რაში გენანება ფულის დახარჯვა? მე და ფულის დახარჯვა მენანება? ამერე კითხვა არის, მე არ ვიცი. ეგეთ ფაქტი არ მახსოვს. ამოიღე და დახარჯე. ამოიღებს და დახარჯავს. ვითომაც არ აქონია, ხო იცი? ეგეთი ვარ მართლა. ეგეთი ხარ, რუაილასეული? ფული, არაფერზე არ მწყდება, რაც ხარ პირიქით. რაც უფრო ხარჯავ, მის უფრო ნეტარებაში ვარ, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი მინუსი და არა პლუსი. ნუ გარკვეულწილად შეიძლება იყოს პლუსი, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება გარკვეულწილად კი რა, ბევრწილად ზოგჯერ რო გადავხედავ მე რაღაცებს, არის მინუსი, აი რაც მინდოდა ამდენი ვთქვათ, კაბა, ამდენი ზედა, ამდენი საყური, ამდენი რაღაცა ხო ქალური ჩვეულებრივი და რაც ეთყობა ჩემს გარდერობს ნამდვილად. კარგი, მივიღეთ ყურადღების ცენტრში თქვენი პასუხი. როცა ფული არ გაქვს რაშურები? აი როგორ ხასიათდება? საყლიდან პეყის გამოდგმა არ მინდა რომ მოვკვდე ვიძინო, გავითიშო საერთოდ რომ არ ვიფიქრო რა ფული არ მაგრამ მეშველება, მაგრამ ღვთისწყალობით ყოველთვის არის რაღაცა გამოსავალი არსებობს ყოველთვის. კარგი. ეხლა სახალისო გამოცანის დრო მოვიდა და მოდი წავხალისდეთ. არის ასეთი რაღაცა. აი რა უნდა იცოდეს სასწრაფოთი გამოძახებულ მექიმას, სანამ ავადმყოფთან მივა. რა უნდა იცოდეს სანამ ავადმყოფთან მივა. ნუ ავადმყოფსაც გააჩნია როგორთან მივა, მაგრამ ზოგადად ჩვენი სასწრაფოს ექიმები ისეთ ადამიანები სასწრაფოზე არ სუდად მოგამიგებთ, მაგრამ ბევრი გამოჩნდება მაქვს, ანუ მაგისი პირადი ოჯახის წევრებიდან გამომდინარე ძალიან გვიან დადიან. ხო და
პირველ რიგში სასწრაფოს გამოძახებულმა ექიმმა შეემატა ეხლა ბრიგადები და ხმართა ჯვარი დაგწეროს და უფრო სწრაფად ბიბლიანო გვეუბნები. არ დაგჭირდეს, არ გინდა. უბრალოდ ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც გამოძახება ხდება, ხო, რომ აი ყველანი მიდიოდნენ დროულად რა, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემს მეზობლად მოხდა ეგეთი რაღაცა, შეიძლება რო თქვა. ნუ ბიჭი გახდა ცუდად, რომელიც იყო პახმელიაზე, ესე რო თქვა და დაჭირდა ნუ რაღაცა გადასხმა. გამოიძახეს სასტრაფო, ეს ბიჭი ამ ბიჭთან მოვიდა სასტრაფო, დაუდგეს გადასხმა, ამ დროს მეორე მეზობელი გახდა ცუდად. ეს სასტრაფო იყო სადღაც 3 ოჯახით ქვემოთ. და რო გამოიძახეს სასტრაფო, ეკიპაჟი არ აკვავს უთხრეს. და ეს სასტრაფო იდგა ქვემოთ, სულზად 3 ოჯახით და ჩვენ არ აგვაქვს უფლება, რომ იქ მივიდეთო და ის ქალი გარდაიცვალა. ხო და ნუ რა რეაქცია მოყვებოდა ეხა იქ, წარმოგიდგენია ალბათ შენც და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ადამიანის შველა დიდი ხნის წინ არაერთი 3 წლის უკან და ადამიანის ჯანმრთელობა ცოტა ისეთი თემაა, რასაც სწრაფად რეაგირება ჭირდება და მე ვფიქრობ, რომ გადავდებელი უფრო გამოფხიზლებას ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეს, რომ უფრო ფხიზლად იყოს, უფრო იფიქროს იმაზე, რომ იცი რა ეს ჩემი ვალდებულება კი არაა, ეს არის ადამიანის სიცოცხლე. არა, უბრალოდ ადამიანის სიცოცხლესთან ბოლო-ბოლო ექიმია და ჰიპოკრატეს ფიცია დადებული. კი, და ის არ უნდა თქვან, რომ იცი რა მე არ მაქვს უფლება, იმიტომ რომ მე რაღაცა სამსახურში ვარ აქ და მე სამსახური არ მაძლევს, ეს არ უნდა თქვან. პირიქით, მე რო ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მე პირადად ბევრჯერ მქონია ეგეთი სიტუაცია და ბევრ პრობლემაშიც გავხოვრობ მაგის გამო, რომ დამინახავს, რომ ვიღაცას უჭირს, ვიღაცას რაღაცა ჭირს, მივსულ ვარ და მე ან რაღაცა თქვენ ჩემთვის დაუბარები ვარ, ზედმეტი კითხვები შეუწუხები ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არ გავქცევი ვარ მე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ვარ ჩვეულებრივი ქართველი ქრისტიანი, რომელსაც აქვს გული და რომელსაც გული შეტკივა მისი ქვეყნის შვილებს. სუმცირე ამ შემთხვევაში ძვირფას ტელემაყურებელს მიმართავ, რომ რემარკის ტრიუმფალური თაღი წაეკითხეთ ექიმ რივაკის თავგადასავალი და ნუ აქ ყველაფერი უკვე ნათქვამია, თუ მხატვრულად გინდათ მაინც და მაინც. კარგი, მოდი ხდება ესეთი რაღაცა, შემდეგ კითხვებზე გვიპასუხებს ინდირა. აი ფილმ მიმინოს მიხედვით, გიყვარს? მე რა მომღერებს, უძიროზეცა ზამბახისფერი. აი რა მაინტერესებს, ცით? ესეთი კითხვა გვაქვს. რა ქვიოდა იმ სტიუარდესას, რომელსაც ელოდებოდნენ? სახელი რო არ მახსოვს. სტიუარდესას, რომელსაც ელოდებოდნენ, ოპერის თეატრის წინ ვალიკო მიზანდარი და სტიუარდესა მახსოვს, რომ ძალიან კაი იყო, მაგრამ ლარისა ივანოვნა ნუ რაღაცას ბუბა ამბობს იქ მე მგონი, ხო? შენ მგონი, კარგი. აი, კაი, კითხვაზე მიმედით, აგერ მქონია ჩადებული და მოდი ვუპასუხოთ ასეთ კითხვას. ტელევიზორის გარეშე ცხოვრება როგორ იქნება? იცი რა? ზოგადად ჩვენთვის, ყველასთვის. ტელევიზორი არის და ზოგადად ტელევიზია არის აუცილებელი ჩვენთვის, თითოეული არა მარტო ჩვენთვის, ანუ შენ საქმეს და ჩემ საქმეს არ გულისხმობ. თითოეული როგორც ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე. იმიტომ რომ ტელევიზორი არის ინფორმაციის საუკეთესო წყარო. მე ასე ვთვლი. მე პირადად დღე არ გადის, ჩართული არ მქონდეს და ნუ საინფორმაციოს მაინც არ უსმენდე თუ სხვა გადაცემას არ უყურებ მაინც. რომ აღთანაც ხარ ურთიერთობაში, ყოველთვის უნდა იცოდე იმ არხზე რა ხდება. ნუ ეს პირადად მე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ტელევიზორი რო აუცილებელი არ ყოფილიყო. არ გამოიგონებდა. შენი აზრით იქნებოდა. ესე იგი რაღაც კიდე არის აუცილებელი და ველოდებით ალბათ გამოიკვეთება მე ამ გამოგონების აუცილებლობა. დროთა განმავლობაში. ნუ მეტი რაღა გააკეთონ. დააყენეს ისეთი რაღაცები, რომ შეგიძლია ნუ რაც გამოტოვე, გადაახვიო, უყურო, ინტერნეტით ნახო, ნუ ყველაფერია იმასაც. ყველაფერი ტელევიზორიდან მოდის. შენი ხო ტელევიზორი და მე შეიქნო თქვა მაგალითად მაი ვიდეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, იყოს თქვენი ვერსია ასეთი, რომ წარმოუდგენელია შენთვის ცხოვრება და მოდი შემდეგი კითხვა. აი სიტყვა ტუჩები. წარმოიდგინე? აი მაინტერესებს ახლა თეატრს და ტელემაყურებელს რა ასოციაცია გექნება, რომ გაიგონებ ტუჩები. აი რა ასოციაცია მოგდის? პირველი 3 სიტყვა რაშიდაც ასე ვთქვათ, უცებ ებლანდება შენი გონება. ტუჩი. ხალის თუ კაცის. მე ტუჩია, შენ რომელიც ის წარმოიდგინე.
ასაკურველი ხა ქალი ვარ და მამაკაცის ტუჩი წარმოვიდგენ. არა. არა? მაგრამ დაამსხვრია. მე სულ არ ვთვლი, რომ აი მამაკაცი უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული მამაკაცი უნდა გქონდეს ტუჩები რაღაცა ხო ხტები? არა. უფრო მეტად წარმომიდგებოდა ალბათ მონიკა ბელუჩი თავის ტუჩებით ულამაზესი. მონიკა ბელუჩის ტუჩებზე გაქვს ამ შემთხვევაში. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ შემდეგი აი ფილმი თუ გაქვს ნანახი შინდლერის სია. აი მაშინ მეწყო. ძალიან ადრე. აი პატარა ვიყავი მართლა. აი ვის შესახებაა? რარარა საუნდტრეკი მახსოვს რაც თავარია ძალიან მაგრა. რარარა ტირარარა ტირატი ვიოლინო ასრულებს კლავს ეგ საუნდტრეკი კლავს მართლა. აი თუ გახსოვს აი BCS ფილმი გადაღება. არ მახსოვს მართლა გულია თვითყურე მართლა არ მახსოვს ძალიან ადრე მაქვს საერთოდ ბავშვობის ასაკში უყურებდი მიუზიკლებს ესეთ მუსიკალურ რაღაცებს კომპოზიტორის ცხოვრებებს და ანუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ დავტოვოთ ჩემო ძვირფასებო აი რას ვერ პატიობ ინდირა მშობლებს იცი რა ეგეთი არა რაღაცა ისეთი რომელიც ეხა ფიქრობ მე ვერ პატიობ ერთადერთი ეხა ცოტა ცუდად გამომივა თქმა მაგრამ აი ჩემი გულიდან გამომდინარე მე ვიყავი 4 წლის ვისაც დამეღუპა მამა ну, რა თქმა უნდა, იყო რთული პერიოდებიც, რა თქმა უნდა, იყო ისეთი ცხოვრება მაშინ, რომ ძალიან გაჭირვებული პერიოდი იყო და სულ მინდოდა, რომ აი ის ხასიათი, რასაც მე მეუბნებოდი, რომ იცი რა მამა შენს გავხარ. აი ყველაფერი სიარული მიხრა, მოხრა მანერა ნიჭი, იმიტომ რომ მამა ჩემს მღეროდა, უკრავდა. და გული მწყდებოდა და აი ვერ პატიობდი, რომ აღარ იყო. აი ეგ მომენტი მქონდა. მამას ვერ პატიობ, რომ ის აღარ არის შენს გვერდ. და რა იქნებოდა ჩემი ყველაზე ძალიან მაგარი ძმაკაცი მართლა. რასიზმ, როგორც ფრანგები ამბობენ, სელავი ჩემო ძვირფასო. ეხლა გადავიდეთ უფრო მხიარულ ნოტაზე და რაღაც აკვიატებული მელოდია, რომელიც ამ ბოლო დროს მოსვენებას არ გადავს. სულ გეღიღინება. გაქვს ესეთი? ეს cover ვერსია მაქვს აკვიატებული, ქულიოსი ძველი Gangster Paradise. დილა იწყება ჩემი ამ სიმღერით. ნუ არ ვიცი რაღაცა. იმდენად კარგი cover-ები მოვისმინე ამ სიმღერის, რომ ერთდღესაც მე მგონი ინსტრუმენტი და კიდე ახალ cover-ს მე მოვიგონებ ალბათ. წამოგვი განგსტერე. არ გვინდა ცოტა ისეთი რითმული. ესე იგი ამის საშუალება ბოლომდე გინდა რომ იყოს ეფექტური, ხო? გასაგებია, აი სიგიჟე რომელზედაც აი არ ნანობ. გაგიკეთებია ცხოვრებაში და არ ნანობ. იცი რა რაღაცას რო გააკეთებ, მე თუ ინანე, ხო? იმ სინანოში დრო გადის. მე ესე მეტი არაფერი აღარ ხდება. ნუ უნდა ინანო ის რასაც დააშავებ თვის წინაშე და უნდა მოინანიო. ნუ მე ამის მომხრე ვარ, რა თქმა უნდა და ვაკეთებ კიდეც ესეც ვიქცევ, მაგრამ რაღაცა სიგიჟეს რომ მოიფიქრებ ახლა და სასწაულებს რო ჩაატარებ რა, მე ის არ უნდა ინანო, ხო იცი რომ იმას სიგიჟეა და იგი გარკვეულ სიგიჟეს მოიტანს, ეს ყოველმა ადამიანმა იცის, როდესაც სიგიჟეს ჩადის. მე არ ნანობ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. არაფერს. პირიქით, ანუ რაღაცებს ნანობ ცხოვრებაში ზოგადად, მაგრამ ზოგადად იმ სიგიჟეები არ მინანი. და გეგმა არის სიგიჟე. იცი რა, როცა სიგიჟე ქვია, იქ გეგმა არ არსებობს. მიღებული ამ შენი ხატვის პროცესი ისე და ისე გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი შავთეთფერებში გრაფიკაში. დიდი პურცელი დაგჭირდება და არა, ისეთ სტანდარტულ პურცელზე იხატები, როგორც ყველა დახატულა, ასე რომ შენ ამაზე უკ დაგეტევა. ხელა სივრცეა. შემდეგი შეკითხვა ასეთი, როგორ იქნებოდა ინტერაჯი გერბნაია, კაცად რო დაბადებულიყო. ის რა, მე მეუბნებოდნენ, რომ შენო წინა ცხოვრებაში იყავიო მხედარ თავარიო. ინგითხრა კაცო ეს. ერთმა ჩემმა მეგობრებმა, რომელიც ესე შენი არ იყოს დაინტერესებული ასტროლოგიით და წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი და ასე შემდგომ. გამოგიანგარიშა? ნუ ხო, შენო იყავიო მხედარ თავარი. მე და მხედარ თავარი ახლა რო ვფიქრობ, მოგებული მხედარ თავარი და წაკებული. ხო და ახლა რო ვფიქრობ, ცოტა მიჭირს თავის წარმოქმნა, მაგრამ როგორც მამრობით ის თქესი, საკმაოდ კარგი და მხედარ თავარი იქნებოდა ესე. წარმოვიდგინე აბჯარში გამოწყობი. აბჯარში ესე თავზე და ცხენი და წავედით მიჭებოდა რა. დიდი ხვლით და რაღაცა ესეთი საბრძოლო შეძახილების ყიჟინა და თელი ამბები და აი წარმოგიდგინეთ ახლა დავუნდეთ ისე და ესე ინდირასთან. აი როგორ ფიქრობს ინდირა, სად მდებარეობს დაკიდული ბაღები? ბაბილონი, რომი თუ ათენი?
პირველია ბაბილონი, დავტოვოთ. აი ყველაზე დიდი ნაცარი, სადაც ინდირას ჩაუვარდა კოვზი. აი ნაცარში კოვზი ჩაგდება. ნუ რატო გიყვარს ამ ტკივნეულ რაღაცებზე? მაინც ჩორიდან მისვლა და დაბიჯება. ხო, ხატრულად მივდივარ ხო? არა, ხო, რაღაცებს თავიდან აკონკრეტიზებული მე ასე არის, ნუ მაგრამ მაინც კითხვას ისე შემოგიტრიალებს და დაგისვავს. შეიძლება ეს უბრალოდ ტორტით ბისკვიტი ჩაგეფუშა. ეგ არის მე ხარ არა, ტორტის ბისკვიტები მე არ მეფუშება, ზოგადად კარგი კულინარი ვარ. მართლა? ეს არ ვიცოდი. ხო და ცოტა პოზიტიურად მინდა ეხა ნაცარში კოვზის ჩაგდებას რო შევხედო. შენ ისე ხარ ყველაფერს პოზიტიურად უყურე, სუპერ ნეგატივსაც პოზიტიურად უყურე. ხო და ძალიან კაი თვისება. კაი თვისება, იცი რატო რომ დააცემინა გადმოგვადები. ხო, აბა რა. იგივე როგორც მტკნარება გადადისო, ხო, აი მე ნუ ამ მტკნარებ გადამედებაო, ხო, გაგიგია ეგეთი, იგივე ვარიანტია ეს. მოდი ხარ გავაკეთოთ ექსპერიმენტი. ჩაატარე. არ მეთქნარება. ხო და ანუ ხო ეგეთი ნაცარი და კოვზი. ჩანგლები, ა? ჩანგლებიც იყო კი. დანებიც იყო, მაგრამ კოვზის ნაცარს ჩაგდება, ხო, ცოტა ისეთია. იყო. თავარია ტაფა არ ჩაგვივარდეს, და კოვზი მალე გაირეცხება. აი, რაში ესე არ ქვია. კარგი, მოდი შემდეგი შეკითხვის მომენტის გვიდგება, ჩემო კარგო, აი. სარკისებური წარწერა სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე. ხო. ეცნა ბუმბა ასეთი იკითხება, რისთვის არის განკუთვნილი. აი, როცა მიდიხარ უცნაური წაფე, ექნა ლუმბა. აი, ასე აწერა. ექნა ლუმბა? ხო. რატო არის ეს უცნაური სიტყვა დაწერილი სარკისებრი უკვე მითითებულია ფაქტიურად. და ამიხტერე გეხვეწები ზუსტად, ვერ გავიგე ხა. სასწრაფო დახმარება სადაა ეგ წარწერა? სასწრაფო დახმარების ავტომობილებს აქვთ ასეთი წარწერა და რიგი მიზეზების გამო გარდა რომ შეხედავ არ იკითხება, მაგრამ აი დამიფაროს ღმერთმა რომ არ ვიცი და არ მჭირდება. აი მადლობა ღმერთს რომ არ ვიცი. ამ ბლიცში რამდენჯერ შეხვდა ეს სასწრაფო დაჭირდა ჩემს დარს რა გინდა. არა, უბრალოდ არა, მართლა საჭირდეს. არავის არ დაჭირდეს, შენ წარმოიდგინე არც იმდარს. ვალდებულება რომელიც ინდირას ღლის რა არის? ერვებს გიშლის, აი აღარ მინდა. ისი რა, ეგეთ ვალდებულებებს არ ვიღებ მე ჩემ თავზე რაც დამღლის და რაც აღარ მინდა. ძალით რომ მოგიწიოს? არა, ძალით ვერავინ ვერაფერს ვერ გამაკეთებინებს დამიჯერე და ვერავინ ვერაფერს ვერ ამაღებინებს საკუთარ თავს. რამე გახსენდება ისეთი, რაც არ გინდოდა და გაგაკეთებია? არა. არ არსებობს. არ არსებობს ეგეთი ფაქტი, მე რაიმე არ მინდოდეს და ისე გავაკეთე. და სხვას რო ძალიან უნდა და შე რო გეზრფასება ეს ადამიანი? ანუ ახლა დათმობის და ხათრის მომენტია, თორე იცი რა ეს მე მინდა და შენ გააკეთე, ესე არ მოსულა. ანუ ბრძანების კილო შენთან არის მიუღებელი. იცი რა, ჩემთვის ეგ მხარე იმდენად მიუღებელია, რომ შეიძლება საერთოდ გავწყვიტო ადამიანთან ურთიერთობა, არა აქვს მნიშვნელობა ის იქნება ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი, სამსახური საქმე და ასე შემდეგ. ციგნზე გიცნობდნენ, რომ twinიერად მშვიდ. ძალიან მშვიდად, იცი რა, ტკბილი სიტყვითო ირემიო მთაშიო ნათქვამია და რატომაც არა, რა საჭიროა. ეს მე არ ვთვლი ყოველ შემთხვევაში საჭირო. გასაგებია, ხო, შენ პატარა შტრიხები ხა, რაღაც გაჟონილი იქნა და ვინც ის რა კარგად გამოიყენონ. შემდეგი შეკითხვა, აი გვაქვს ასეთი და მე იმედია ამ ყველაფერს, აი არის ასეთი ტერმინი ინდია სახელად ეგზეკუცია. აქ ამნაირი ტერმინი? არ გამიგია. არანაირად არ გინდა ეგზეკუცირებული იყოს მე? და თვითონ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი მართლა. ხო, აი კუცფელობა ყველაზე მაგარი რატომ არის? იმიტომ რომ ვამბობთ, ნუ არ ვიცი, რაც არ ვიცი, არ ვიცი, მასწავლეთ ბატონო აქ. აუცილებლად ჩავატარო. პატარა ვარ და მასწავლეთ. არა, ისე აშკარად გაზრდილი ხარ, აშკარად სერიოზული ხარ, აშკარად დახვეწილი ხარ. აი, შევა, მაგრამ ჯერ კიდე მაინც პატარა ვარ. აი, რამ ხელა ხარ ახლა შენ? 2 და 3. კარგი, მე მაინტერესებს ახლა სხვა ზომა გითხრა, აი მაგალითად რისი, ეს ტრადიციული შეკითხვა ყველას ვეკითხებით, იმიტომ რომ პორტრეტის შემადგენელი ნაწილია. აი, მინდა გავიგო, ჩათვალე რომ გვჭირდება კოეფიციენტი შენი სექსუალურობის და მაქსიმუმი სკალა არის 10. აქედან აქამდე შენ რამდენის ხარ? შენ თვალსაჩინით და სხვების შეფასებით, ალბათ, ვაიმე. არ ვიცი სხვების შეფასება მეხსენებიათ თუ არა. არა, მე ჩვეულებრივად შეუფასები ვარ და არ მცხვენი. იცი რა,
ზოგადად მორიელებს კოეფიციენტი ყოველთვის ძალიან დიდი აქვს. ხო და მე კომენტარად დავტოვებ ამბავად. კარგი, ძალიან დიდი, ესე იგი 10+. და ბოლო-ბოლო კიდევ ტრადიციული კითხვების ამბავში ვარ და ვამთავრებ 20-ათი შეკითხვა და ამით ფსიქოანალიტიკა შენი და ფსიქოლოგია, ინტელექტუალურობა ასე იქნება მოსტრულარს. ეხლა რომ მქონდეს საშუალება და არ გაძლევ ამ საშუალებას, მან ახლა გაძლევ, უცებ ამოიღოს შენი iPhone-ი თუ რა გავს? Galaxy. ხო. და საერთოდ ვარ iPhone-ის მიმდევარი, მინდა ვთქვა. Galaxy აკეთებს ძალიან ბევრ საქმეს. ჩვეულებრივად აკეთებ ამ საქმეებს და გააკეთე ხა ერთი საქმე. დაწერე სტატუსი. აი, Facebook-ი იქნება ალბათ, აბა სადაწერ. ან დაატვიტერე. რას დაწერ? აი, რას დავწერდი ახლა იცი? აი, ამ მომენტში. ჩემ საყვარელ ადამიანთან ვერ მოვახერხე უცებ თქმა. რომ მე მოვდიოდი შენთან გადაცემაში. და მერეო? და ეხლა ზუსტად მართლაც. აი, კიდევ გიჟდები. მართლაც ეხლა რომ და კაი გაგახსენე, რა კაი გავახსენე. ძალიან მაგარი გოგო ხარ. მიწერე. ტექსტი მიწერილია. დაჩეკილი ვარ და შემდეგ ვიმყოფებით ბაგრატი 1003-ში. ნამდვილად. შემდეგ ბლოგში შეგხვდებით. აგვალოთით. ჩვენ ისე დავბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა საყვირველია ისე და ისე ერთი ანთებული მიზნით და მიზანით მომღერალ ინდირა ჯგერნაიას პორტრეტი ჩარჩოს გარეშე, მხოლოდ ჩარჩოს გარეშე. დავხატოთ, უკვე იყო შავ-თეთრი გამოსახულება და ფერები. ხა, არ დავემსგავსოთ მე და შენ სამოს, შავ-თეთრი გადაწყვეტილი, ჩაპლინის კინოს. მოდი გადავაფერადოთ ახლა ჩვენი ლამაზი ნაძვის ხესავით და ორდინალურ შეკითხვებზე მიპასუხე. მზადა ხარ? დაწყობი როგორია გაქვს? არა ჩვეულებრივი. კოქტეილი როგორ მოგეწერა? აი გავთბი. გაწვი. ყველანაირად გაწვობის კანდიდატი ვართ ახლა ჩვენ და შემდეგ შეკითხვა, პირველი შეკითხვა უბრალოდ ფერების დარად ასეთი მჭირდება. აი, ინჯილია, რისთვის შეგიძლია მოუბოდიშო შენს თვალებს? აქვს ასეთი სურვილი? ხან ბოდიში რო შეუთვალო. აი, ინცრემლებისთვის თუ რაც ოტკიოდეს მე დამიღვრია. კარგი. და რაც რა არ ღირდა ნამდვილად. კარგი, მაშინ ბოდიში შენს გულს გავგზავნე. არა, უფრო თვალს. იმიტომ რომ მე როცა ტირი ტორმუზი არ არსებობს. აჰა, მოგუვერა. ცრემლი მოდის ძალიან ბევრი და აქედან გამომდინარე მე თვალები მიღიზიანდება და ამისთვის ბოდიში ჩემს თვალებს. კარგი, ბოდიში შევთვალოთ შენს თვალებს. არა, კი ეს გულიდანაც მოდის რა თქმა უნდა, მაგრამ მაგრამ ჩავანაცვლე გული. გულის კიდე ცალკე ბოდიში. ეს სხვა თემა. რა, ერისთვის უხდი ბოდიში გულს? გულს უხდი ბოდიში იმისთვის, რომ ზედმეტად კეთილი ვარ, ვიდრე უნდა იყოს ზოგადად მე ვფიქრობ ადამიანი. ხო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხდება ისე, რომ გული სხვა თემაა მაინც. ხდება ისე, რომ ზოგჯერ მე ვტკივა. გულის ტკივილი არის საშინელი. კარგი. ეს გამიყენებული ტკივილისთვის, რომელიც ერთადაც შენი გულწრფელობისგან და შენი გულალალობისგან მოდის. გავიგე. მაშინ რაღაცა შენს მუცელსაც მოუხადე ბოდიში. მუცელი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს, აი გემრიელი ჭამას მარასაც ქვია. ძალიან მიყვარს და ნუ რა შევთვალე. ხო, არა, ზოგჯერ ისე ვარ, ვაიბე ცუდად ვარ, ბევრჯერ გვითქვამს, რომ აი ხანდახან გოგოები შევიკრიბებ და მოდი რაღაცა გემრიელი ვჭამოთ და ხანდახან ყველაზე გემრიელი. ქართული კერძები, რა თქმა უნდა. ხო. ისიც გლოცები. ყველა იცი რა, არ ვარ პრეტენზიული ზოგადად საჭმელის მიმართ, ჩვეულებრივი მჭამელი ვარ, ანუ როგორ ვთქვა, არ ვარ პრეტენზიული, ამას მე ვერ შევჭამ და რაღაცა ეგეთი არც ბავშვი არ ყოფილა ეგეთი. და ხანდახან იმდენი მჭამე ახალბე, რომ აი ცუდად ყოფილი ვარ და აი მუცელი ამტკივდა და ცუდად ვარ და მე რაღაცეებ დამილევია და ამისთვის ბოდიში ჩემს მუცელს. ხანდახან არის ასეთი ამბები თუ ხშირად, იმიტომ რომ წონა გაქვს მე ვფიქრობ ისეთი რა, საჩვენებელი სამაგალითო. თამის რამე გაქვს. აი იცი ეგ გენეტიკურია, იცი მე ეგ წონის თემა არის გენეტიკური, ხო, არ ვსუქთებ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან ვსუქთები, ეს არის ჩემი მოძრაობის პერიოდი. აი როდესაც რაღაცა დეპრესია მჭირს, როდესაც რაღაცას ნერვიულობ, ვიცი ისტერიკული ჭამა. აი ეს პერიოდი, ხო, და აი ცოტა რო ვიმატებ, აი მე რომ მაწუხებს ისეთი თემა, თო რაღაც ხვისთვის შეიძლება არ იყოს ისეთი შემაშინებელი. ბოდიში მოუხადე ახლა კიდე რას?
მოდი სულს გადაეცი ერთი ბოდიში და დავამთავროთ, დავარებოთ სავი. სულს ერთი ბოდიში არა, ბევრი ბოდიში. ოიმე, ახლა როგორ ჩაგეძიო, მაგრამ ისთვის ავარ აქ მეც და ჩაგეძიო. ხო, ნუ რა ვიცი, მაგრამ ნაწილობრივ ერთი ბოდიშის თემატიკა, ერთი ბოდიშის არგუმენტი და განებებ თავს. სულ ჩემო. დუმილი? კაი, დუმილი და გაპატიებს ეს მაინტერესებს. გპატიობს ამ ეტაპამდე. ყველაფერი ერთად. შენი მუცელის გპატიობს, შენი თვალების გპატიობს. კი, ჩემი რაც აქვს, ყველაფერი პატიობს. აი, ჩემი რასაც ქვია, ყველაფერი პატიობს. სერჩენიერ დღეს არ გეშინია რომ არ გაპატიოს. მე მეშინია. აი, შენ წახალისებისთვის ვამბობ, რომ მე მეშინია. მე მქონდა სიგნალი და ნუ ეხა თუ დამიტოკა ან გულმა, ან სულმა, ან მუცელმა, მაშინ სული თუ დამიტოკებს, კარგად ყოფილა ჩემი საქმე ზოგადად. სულის დატოკება ფერშოგონია რომ ჯამთელი აქ ის უბრალოდ მაშინ არის მაგრამ დატოკებაზე თუ მიდგა საქმე ზოგადად ბუნების კანონია, მაინც ყველა იქ მივდივართ. იყოსნება შენი, ახლა მოდი ჩვენი არაორდინალური კითხვების ამბავში ვართ და საინტერესო ერთ თამაშსაც შემოგთავაზებ. მიყვარს მე ამის თამაში, ჩემს სტუმრებს ხოლმე, როცა ვეხმარები სტრიხების ხატვაში და შენ დაგეხმარები. აქ ძალიან ცნობილი ადამიანის ფოტო გვაქვს ჩარჩო გარეშე. რა თქმა უნდა, მომღერალი იქნება ხა, იმიტომ რომ მე ვარ აქ. ესეც შენი ერთგვარი ინტუიცია? ხო, აბა. გაქვთ მორიელებს ეს ინტუირებული? კი, საკმაოდ ძალიან გამძაფრებული. და ეს იმძაფრე გამოვცადოთ, დავიწყოთ. 7 კითხვის უფლებით, მეტით არა. ვინ არის აქ? ჩემი აზრით იქნება მომღერალი ან კითხვა ჩამომეყალიბე. ვინ არის შემეკითხე პროფესიით? ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული პორტრეტი? აჰა. ჩემი ჩაფიქრებული პორტრეტი არის აქ და მომღერალია. აი? მუსიკოსი. არა მარტო მუსიკოსი. მომღერალია? მღერის, მაგრამ მე ზამდენათაც ვიცი ის წერს კიდეც. ანუ სრული შემადგენლობით მუსიკოსია. აი, სუკანია? მოგითხა ხამ სუკანიაო? გამختარი არა? ზანგია? ეს მეოთხე. უნდა უთხრა. რო არ არის შავკანია. შავკანიანი არ არის. სკას არა კონკრეტულად. თეთრკანიანია, ხალია, კაცია, ვინ არ გაინტერესებს? არა, მოიცა. კაი, ხალია? ხალია. რამდენი მოსებულობა გაქვს? ეს 5 უკვე. და 2-ში უნდა ამოვარდე. და რა სიმღერა უნღერია? ხო არ ვიმღერო, ახლა არანაირი მეოხებული მონაცემებით. სხვა შეიძლება, კაი, ერთს გეტყვი და მეტი აღარ შემეკითხო. ეხლა ხა ბონდიანა გააფორმა. ადელი. ფაქტურად გითხარი უკვე. ნახოთ მაინც მინ არის, რასაკურა პუტკუნა და ნიჭიერი. ადელია თქვენს წინაშე. კარგი, მაინც გულმაგული იცნო. ბატონო, ნახოთ, გადავამოწმოთ, რომ ეს არის ადელი. ისე ვფიქრობ, ეს ამ ქალის ნიშაა, თავისუფლ ბარათი, ზედმეტი წონა, თუ უბრალოდ ვერ იკლებს. ჩემი არიღო. იცი რა, კომპლექსი არ აქვს მაგას, მე მგონი მაგ წონის. არა, იცი რა არის? იმდენად ერთფეროვნება არის, იმდენად სტანდარტული არის, ახლა ტანწერწეტობა, უფრო კაი ტიპობა ხანდახან. კარგ მომღერლობას ტანწერწეტობა არ ჭირდება. კარგი, მოდი შემდეგ თემაზე არ ჭირდება, ხო? არა, ნიჭიერობას და კარგი საქმის კეთებას და კარგ მომღერლობას ჭირდება, კარგი განათლება მუსიკალური, რო იცოდე რა ზღერი ხარ აქედან გამომდინარე, ჭირდება რა თქმა უნდა საუკეთესო ხმა და საუკეთესო ტვინი. კარგი, ინდირა, ხა მაინც შენს პროფესიას ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ეხა ჩვენს გვინდა რაღაცები ახლა იმანიპულირო და მოდესტი არაორდინალური შეკითხვა უნდა დააგესვა. ახლა წარმოიდგინე ჩემო კარგო, რომ სიყვარულმა სიმღერა იცოდეს. უცებ მიმღერე რა მელოდიას გიმღეროდა? სიყვარული? ხო, აი უს წარმოიდგინე სიყვარულით გაასაგერ. შენს ლოდინში დავიღლები, ჩუმიცრემლით ავდირდები. აჰა, ამას გიმღეროდა? აი ამის პრემიერა გექნება ჩემგან დღეს ლევანდელ ესე იგი ექსკლუზივი მეგას ეთერში გარანტირებული გვაქვს მესამე ბლოკში ესეთ გაცრა ინფორმაცია. კაი, მაშინ კიდე გამოსცა. ბოღმარას გიმღეროდა.
რომელ სიმღერას? მუსიკას, არ აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი. ესე ვერ ვფიქრობ ეხლა. შეიძლება მე გამახსენდეს ცოტა გვიან. რაღაცა მძიმე მუსიკა არ გახსენდება? ბოღმა მიმღეროდა ესეც, მაგალითად მე ჩემი პირადი გამოცდილება, ჩემი აღარ ახარ მორჩა. ბაკა. კაი, ბოღმა გიმღერა? კაი, მაშინ მივიღოთ. აბა მამა, მაინტერესებს, კაი ბოლოს და ეს იყო, ასე ვრნება რა სიმღერას გიმღერა. ნება ის დაწყო მღერის. მღერის ჩვენც არ ვიცით, მაგრამ მღერი. შენთვის რა გემღერება? შენთვის რა ემღერება ნეტა? რომელი სიმღერა ყველაზე მეტად ახლოს? სიმღერა არა, ალბათ კლასიკა. მაგალითად რომელი? თუნდაც შინდლერი. შინდლერის. თიას როგორის მენაქონია? კაი, იმიტომ რომ ნება მიყვარს ზოგადად. მოკლედ ასე დამდგარა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან ბევრი შეიძლება ვესაუბროთ ინდირას ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სათქმელი უკვე ითქვა, იმაზე მეტი ვიდრე გეგმავდი, ან თავად გეგმავდა. ეს რაღაც დაგეგმილი რაღაცები ზოგადად არ მიყვარს. მეც მიყვარს ექსპრომტი და რაღაცები. ეხლა მე მინდა შენ წარმატება გისურვო იმ დიდ წამოწყებულ საქმეში, რომელიც ხანდახან გაღვიძებს ხოლმე შენ თავს, მე შენ თავს შენ აღვიძებ, მე შენ თავი კიდე შენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ეს ბრძოლები რომ მიმდინარეობს, მაგრამ შენ გაიმარჯვე, იმიტომ რომ შენ თავზე გამარჯვება, ყოველთვის გამარჯვება. ანუ მე მინდა ძალიან, ესე იგი, რა გითხრა სიტყვებს ამ წუთში ძალაკ, ახლა ძალაკ SMS-ებს. ზარებს. ზარებს SMS-ებს, რომელიც გრანდიოზულ პროექტში გიხილავთ. კი. როდის შეიძლება ამის გაკეთება? შეიძლება ვიყო 5 იანვარს ლაივ ეთერში, თუმცა რა თქმა უნდა, მე ამას აუცილებლად დავპოსტავ Facebook-ზე, რომ გაიგოს ხალხმა, როდის ვიქნები მე. თავარია, ეს გაიგებენ, ეს არანაირი პრობლემაც არ წარმოადგენს, ხეთ თავარია სურვილი ქონდეს ვირფასო კულტურებო და არა მარტო კულტურებო. ადამიანებო, ვისაც ინდირას ჩემი გულშემატკივრები არიან. ეს ვირფასება მოსწონს და ძალიან უნდათ, რომ კიდევ ერთხელ, ასე იგი, იხსენებულ და აღმატებულ არც ჩვენი კუთხე. წარმატება შემოწურფასო ასაკურველია შენ თამდები იყოს შენ წარმატებები ესეთ შენს არაჩვეულებრივ გარემოში გადაცემაში შენს არაჩვეულებრივ არხზე და რა ვიცი მე გვპირდები რომ თუ კი ისეთი კიდე უკეთესობები და უკეთესობები იქნება ჩემს ცხოვრებაში მე ხშირად ვიქნები შენთან მოგიყვები საინტერესო ამბებს მოუყვები ჩვენს მაყურებლებს ჩვენს ქალაქელებს და ასე შემდეგ და მე გვპირდები რომ თუ კი რაღაცა საინტერესო და აუცილებელი იქნება აუცილებლად ვიქნები შორს არ წახვიდი ახლოს მოდი ჩვენთან მოდი და ზუსტად ამ ახლოს კადრებში ძალიან მალე ახლა სტანდარტული ამბების ამ ასე დიალოგების შემდეგ ნახავთ კრეატივს. ასაკურველია სიმღერა. ჩემი კრეატივი რა თქმა უნდა სიმღერა. მე მინდა რომ მოკლედ თქვა რას მემყარებ. ესე იგი, ეს არის სიმღერა არაჩვეულებრივი კომპოზიტორის მიერ შექმნილი, რომელიც არის ძალიან დიდი წლების და დიდი ხნის. ვაჟა აზარაშვილზე მაქვს საუბარი. ეს სიმღერა ერთადერთხელ აქვს თამარას გვერდითელს ნამღერი, რომელიც წლების უკან იყო, აი სოციალურ ქსელშიც რო ვერ მიაგნებ ნამღერს, ისეთი ნამღერია. და ჯეოსტარზე გქონდა ჩვენ ვაჟა აზარაშვილის ტური. ნუ აქ აღმოვაჩინე ეს სიმღერა მაშინ. ნუ მე არ მღეროდი ამ სიმღერას, მღეროდა სხვა ჯეოსტარელი, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ ჩემ ერთ უახლოეს ადამიანთან ერთად, ქალბატონ რუსა ბახტაძესთან ერთად ესე ამ სიმღერას უსმენდით და იცი რომ კი ძალიან მინდა ამ სიმღერის ახლებური არანჟირო გავაკეთოთ და რაღაცა ცოტა სხვაგვარად რო ვიმღეროთ და არა ის იმ სტიქით რომ რა მოკლული ქალი და რა აი ცოტა სხვაგვარად მინდა რომ ვიმღერო. იცი რა მოდი შევეკითხოთო ბატონ ვაჟას და დაურეკეთ ბატონ ვაჟას და უთხრა რომ ეს ინდირას უნდა ოჭკერდნიას რომ იმღეროს ეს სიმღერაო და თქვენ რა ადრესი იქნებით. ნუ რა თქმა უნდა ძალიან გაეხარდა, ძალიან საყვარელი კაცია. და ბატონო ვაჟა მითხრა რომ მოდი შენ გააკეთე როგორი არანჟით გინდა მე მომასმენინე მან მოისმინა და ძალიან მოეწონა დღეს დღეობით ეს სიმღერა ელოდება უფრო დიდ პიარს მაგრამ მე მინდა ანუ პირველად შენს გადაცემაში გავაშტერო მადლობა ჩვენ გადაცემა იმედია ესე იგი იქნება ეს პირველი ძალიან ესეთი სწრაფმავალი გამკვლევი იღბლიანი რა თქმა უნდა რასაკვირველია რომ შენი პიარი უფრო და უფრო მაღლა უფრო და უფრო ზემოთ და მაღალ რეიტინგებში გადაიზარდოს ესე გვაქვს ჩვენ ამის გამოცდილება ჩემო გახ ხო და ძალიან კარგი სწორად მოვსულვარ მაინც თვალი არ გვეცეს ნამდვილი ხეა ეს რეკლამა
ეხა გტოვებ, ნაძვის ხეს აქტოვებ ვაჟა აზარაშვილის ამ ლამაზ მელოდიას. ნაძვის ხის ქვეშ კი მომიწევს პატარა ბავშვი სიმღერა, მაგრამ ცოტა ისეთი. სიგარა ხო არ გიქდა? არა, მაგრამ დიდი გოგო რო გახდე. კოქტეილი საკმარისია დიდი გოგოებისთვის. კარგი, წარმატებას გისურვებ. მე სიამოვნებით ეხა გადავსახდები მსმენელთა ჯგუფში და იქიდან მოგისმენ და გავირინდები და ვიფიქრები, რომ ისევ სიყვარულს. ხო, აღარ არიტირო. გადაპირობა რომ არიტირო და არ გაგახსენდება რაღაცები. კაი, ჩემ თავი დატრენირებული მყავს უკვე დიდი ხანი. კაი. რა დამტოვე იმედიც არ დამიტოვე მე ხომ მხოლოდ სიყვარული გთხოვე ალბათ მომკლავს უშენობა ალბათ მომკლავს სიმარტოვე მიმატოვე სუნთლა და მიმატოვე დავიღლები შუმიცრემლით ავტირდები შეუმჩნევლა ჩაივლიან ძლები ნუ თუ მართლა მოხვალისევ და ჩემ სახელს დაიფიცე ჩვენ სიყვარულს არ უხდება გლობა ქარი სუსხიანი ზამთრის ქარი მაგონდება ის პირველი პოცნა მეგებება ვიცხაპარი ზამთარი საოცე პირველ თოლში ყვავილების გროვა დავიღლები შუმიცრემლით ავტირდები შეუმჩნევლა ჩაივლიან ძლები ნუ თუ მართლა მოხვალისე და ჩემ სახელს დაიფიცე ჩვენ სიყვარულს არ უხდება გლობა ჩვენ სიყვარულს არ უხდება გლობა რაც ახვედი რა დამტოვე იმედიც არ დამიტოვე მე ხომ მხოლოდ სიყვარული გთხოვე მაშასე ერთი პორტრეტი ჩარჩოს გარეშე, რომელიც დარწმუნებული ვარ, სათადარიგო ადგილს დაეკავებს ჩვენს დიდ გალერეაში. გალერეა, რომელიც ყოველ შაბათს 22 საათზე მეგატივის ეთერში გამოიფინება ხოლმე, ხდება ხილული მათთვის, ვისაც ძალიან აინტერესებს ცნობილი ადამიანების უცნობი, დღემდე უხილავი მხარეები. გადაცემას თეა ჩეჩელაშვილი ვუძღვებოდი, ერთმანეთს მომდევნო შაბათს შევხვდებით. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბაგრატი 1003-ის პლაზაში და ეს არის ადგილი, სადაც ძალიან კარგად კომფორტულად და შესაბამისად ბედნიერად გრძნობენ ადამიანები თავს. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.